ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ, მეგობრებო, არხი გამწერება კარგო ხალხო. გამარჯობათ. დღისი ძალიან მაგრად ცხელა ბატონო დავით, ასე რომ ჯობია ხამე გადავიღოთ ვიდეო. მოკლედ. რაჭული ლორი გვაქვს. ეს რაჭული ლორი თბილისში იყიდება. თეოდორე მოდელის 29 ნომერში, ჰა? რაჭაში არა. არა, ნუ რავი, თბილისში თუ ხართ კი მე ამ კაცის ვინც აკეთებს ნამდვილი რაჭულ ლორს ტელეფონს ჩავაგდებ ქვემოთ ეწერება რაჭულ ლორი და მე ტელეფონს დავუკავშირდით ფასი რამე რომე ყველაფერი იმანიცის და ძალიან მაგარი ლორია ოღონდ მართლა მეც მაგარი შაჭამ დამლოცავთ მოკლედ გავაკეთოთ ეგ ჯერ მოდი ვიდეოების გადაღებაში ვინ გვეხმარება USA to Georgia აუცილებლად მინდა თქვა თქვენთვის სასარგებლო რაღაცა არსებობს ეგეთი საიტი ქვია პინბაბა ქვემოთ იქნება აღწერაში, მაგის ისა რა ქვია, ლინკი. შედი დარეგისტრირდე და რავი, თემუ თუ გაგიგონიათ, ჩათვალეთ, რომ იმასთან თემუზე შედარება ორჯერ იაფია თან, თემუზე დანისყიდვა არ შეიძლება, აქ შეიძლება. ანუ აუცილებლად დარეგისტრირდე, ყველა ვარიანტში ფასები ნახეთ და როგორ და რანაირი სიტუაცია. მეც ბევრ რაღაც გავიწერი. ხო, კი ბატონო. მოდი ახლა მივხვდეთ ამ საქმეს. მოგვაწოდეს აი ესეთი ლორი. ხო კიდე რა უნდა მეთქვა ქართულ პროდუქტებს ჩვენ უსასყიდლოდ ვარეკლამებთ ანუ მაგალითად აი ესეთი რაღაც არის მდელო კომპანია ძალიან მაგარ პასტებს აკეთებს პასტა არის სხვადასხვა მწვანილებით რაღაცაში მაგარი რაღაცებია ძალიან ასე რომ მე რა დიდი არხი ვართ მოგვაწოდეთ უსასყიდლოდ რაც გინდათ რომ დარეკლამდეს დაგირეკლამებთ უბრალოდ ფულს მოუკვდა შვილო პატრონი რა. ფული ცუდი მოსამსხი ის არის, რა ქვია, ბატონია და ყველაზე მაგარი მოსამსახურია რა. თუ ქართველები ერთმანეთს გვერდი არ დაუდეკით. არაფერი არ გვეშველება, ასე რომ მივხედოთ. მოკლედ. გვაქვს ლორი, რომელიც მოუხარშე და ტყავიც გავაცალე, შეხედეთ. აი ესეთი მდგომარეობა. კინძი ოხრახუში, წვანე ბულგარული, წითელი ბულგარული, ხახვი, სუნელები, ნიორი ახალი პამიდორი. ეს ამას ქვია ლორის ჩაშუშული. აქ რამას დავჭრი? გაგისინჯავს? ესა არ გამისინჯავს. არა, ჩაშუშული. რა? ჩაშუშული. ხორცი კი გამისინჯავს, მაგრამ ეხლა რაჭური ლორი ჩაშუშული მართლა არ გამისინჯავს. პირდაპირ გეტყვით ერთი სანდომიანი მანდილოსის ვიდეო ვნახე, სულია შემთხვევით ან TikTok-ზე. და გადავწყვიტე რომ მეც გამეკეთებინა რა ეგეთი რაღაცა. ლორი იჭრება თან ახლა ეს ხომ მოხარშულია. ხო და ლორი იჭრება აი როგორც ოსტრი რო კეთდება, აი რაღაც ესეთ ნაჭრება, ძალიან დიდი ნაჭერიც არ უნდა იყოს და არც პატარა ბატონო დავით. აი ეს გასინჯე მაიცა. პირდაპირ ძვართან მყოფს. რა თქმა ძვალი მაგარი რა. ბიჭო ძვალთან არის მაგარი ყველაზე გემრიელი ხორცი. ძვალს მაძლევს და. გებძვის. შენ შეჭამე ბიჭო და მე მეთხარი რომ მამა ჩემო შენ ჩემთვის არ გაგიმეტებია კაი რამე. როგორია? კაია. აი ეს. მოკლედ ახლა მე ამას დავჭრი. აიცა? მლაშია. არ მინდა მლაშია, იმიტომ რომ მარილშია გამოყვანილი. და კიდე რა უნდა თქვა? ეგ ბუნებას მიეცი შვილო. რაღაცები დადიან, ჭამენ. ასე მაგასაც შეჭამენ. აი ეს ხო გავაკეთე, ახლა ერთს გადაუხსნევ ზემოდან და ეს არის აი რა გითხრათ რა, გამოიყურებოდა თვითონ ეს ვიდეო რო ნახე ძალიან მაგრა. ეს ქალბატონი იძახდა რომ რაჭაში ამას ვაკეთებთო ხშირათო. ნუ ხშირად როგორ რა, ნუ ამის ჩაშუშულიო, ძალიან მაგარიაო რა. ტრადიციულად. ჩემ და სამარცხვინოთ უნდა ითქვას ბატონო დავით, რომ
რაჭაში არა ორნამყოფი. დაგვპატიჟეს რაჭაში რაღაც სასტუმრო იყო. ეგეთი გუმბათებივით იყო და ზაფხულში ჩამოდი თუ ზაფხული მოვიდა და მე ეს ხალხი რატომღაც დაგვეკარგა თუ ვეღარ ვნახე თუ რაღაცა, მოკლედ ყველა ვარიანტში ვეცდებით რომ ჩამოვიდეთ რაჭაში და ჩამოვიდეთ როგორ ჩავიდეთ რა. ეხლა რა ხდება? ეს დაიჭრება. შენ ჭამი თუ აი ესე. ეხლა ეს ხორცი თვითონ არის დამარილებული. ამიტომ როცა თვითონ იმას დაიწყებთ უკვე დამზადებას. აკონტროლეთ როგორ არის გამომშალი, ნახე რა. აკონტროლეთ მარილის დონე. რო არ გამოგივიდეთ იმაზე მარილიანი რამდენადაც თქვენ გქონდათ გათვალისწინებული რა. მარილი გემრიელი კი ეს ეხლა. რა შევწოთ? რა. აგე ტაფა ხო გვიდგია. Ოდონ და შევწოთ. ეს შენ გამომართვი. მოდი ახლა ქნათ ესეთი რა. ხალია. ტაფაზე დავყრი ამას. ესე. ქვემოდან მე შევუფითილებ, რომ აჰა. ბატონო, პატარა შიშები მომიტანე. მოკლედ ახლა მას მე მივონთებ ცეცხლს და გაჩვენებთ როგორ უნდა გამოვიდეს. მოკლედ ახლა მე აღარ შეგაწუხეთ, გეყურებინათ. ეს ორივე დავჭერი. ბულგარული არის, წითელი და მწვანე და ხახვი. ცეცხლი გავაკეთე, ანუ აჩვენე ეგიოსად ჯორჯიან ფიშკაშა მაგარი მოწყობილობა შეგიძლიათ ჩიქ ქათამი შებოლოთ ან ხო შეწოთ გინახიათ ამაში ნუ ვინ ჩვენ გიყურებს რა გაკეთებული ეხლა ვიყენებთ როგორ ტაფა შიგნით არაფერი არ არის როგორ ზედადგარს ეგრე ვიყენებთ რა და ასე რომ ეხლა ეს სანამ დრობას დაიწყებს ცალკე ნუ დადებთ რომ ეს თუ გადნა მე იმას იცავს რა ქვია როგორც ფიცარი ეგეთი გახდება. ამიტომ უნდა წვენი დავახმაროთ ყველა ვარიანტში რა. არა, მწვანის არც ვარ. ამ კერძს რა ქვია? ცოტა მიყვება, ჰა? კერძს რა ქვია? ამას ქვია ჩაშუშული? ჩაშუშული, ი ბატონო. დაუშვა, სუნელებსაც დაუშვა. აიცა. ეს თავის არომატს გაუშვებს ყველაფერი, ხო? ყველაფერი თავის არომატს გაუშვებს. ცოცხალი ხახვის გარდა ისა რა ქვია? მწვანილის გარდა აი, შეხედეთ. გამართვი. თვალებში. ეს უნდა აირიოს ერთმანეთში. და ამას ცოტა სვანური მარილიც მოუხდება ბოლოში. ანუ აქედან მოძღვრავს რომ ესე და ესე. აი ესე. ეხლა ეს რომ მოიშუშება ზემოდან დაუშვებთ გახეხილ ტომატი შეგიძლიათ ეხლა ვისაც არ აქვს რა. მათ იმის საშუალება ეხლა სეზონია და ბევრი ის არის რა ქვია. პამიდორი. შეგიძლიათ ტომატი დაუშვათ ზემოდან. ნუ ყველა ვარიანტში ის ქარბატონი ისე იძახდა, რაჭველი იყო. ასე რომ აი ეხლა ამას დავანებოთ ესე თავი. ლამაზად გამოიყურება სხვა თუ. ლამაზად? ლამაზად კი არა, მაგით აღუნძორებთ აი ესე. და რო გაკეთდება მე დაუშვათ და ეს თან მალე კეთდება. ერთადერთი ბევრი დრო რასაც მიაქვს აი თვითონ ლორის მოხარშოს. 1 საათი მაინც უნდა იხარშოს რა. კი ბატონო. მოგეთ ახლა დაველოდოთ ეს გაკეთება. იმედია გემრიელი გამო. რა ვიცი, რაჭაში პირის გემოა აღჩვილოდა. დანარჩენი მე ვილაპარაკოთ რომ დამზადდება. მოგლოდ მეგობრებო არ ვიცი ახლა სუნი როგორ გადმოვცეთ, მაგრამ არის ძალიან მაგარი. ცოტა შეუფითილოთ წამით, ბატონო დავით. გავუღოთ რომ ამოვართას კიდე ალმა კარგად, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვაპირებთ რომ ამაში დაუშვათ პამიდორი, ეს არის კანგაცლილი
პამიდორი. ეს უნდა მოურიო თუ იყოს? უნდა მოურიო, მაგრამ უნდა. ვიცი მე ამაში გამოცდი. ეხლა ამას ცეცხლზე, ამ ცეცხლმა კიდე სადაც ფერი საერთოდ შეიცვალა ლურმა. ჰა? შეიცვალა ფერი ლურმა. მაიცაც. ეხლა ეს ვადუგდება. როადუგდება. ცეცხლი შეუფითელი რა, უფრო მეტი და მეტი წავიდეს. ეს გაზგელდება, პამიდურის წვენი ნელა უნდა ამოშრეს. ოღონდ უყურეთო ძალიან არ ამოშრეს რა, რომ ისეთი კონსისტენცია შეინარჩუნოს, აი წყალი და რაღაც არ უნდა ქონდეს, პასტასავით უნდა იყოს. ანუ კარგი უნდა მოურიო. ბოლოს ვანური მარილი დავუშვოთ. კი ბატონო, მაინც ახლა კიდე შევუკეთო, მაგრამ ესე. მოგეთ. ბატონებო და ქალბატონებო. ესე. ბოლოს მოვაყრი მწვანილს. გემრიელად გამოიყურებ. ეს შენი ოქროს სიტყვებია, ხო, გემრიელად გამოიყურებ. კაი ბატონებო. ეხლა ის წამოდუღდეს კარგად. რომ ნახოთ რა გამოგვივა. ნახოთ. ჭეშმარიტებისა? რა არის ბატონო დავით, ეხლა ეს ნელა ხო დუხს. ხო. თლად არ უნდა ამოვაშო, თორე აღარ გამოვა ჩაშუშველი. დადგა თუ არა? დადგა. აი. ეხლა ამას ბატონო დავით, გადამოვიღებ. ესე. იფიფიფ. აიცა, ჯერ იფიფიფ. არა, სუნზე. ხო რა, ეხლა. აი ესე მოვაყრი. არ ვიცი რა, იმ ხალბატონმა რაჭაში რა უნახე ესეთი რამე არ უქნია. მაგრამ მე ფიქრობ, რომ ეს ერთი რაღაც უნდა მოუხდეს რა. ეს. ბატონო დავით, დაჯექი და ღვინო მომიმართვე. პირველად სინჯავ მომეცია. მოდი მე დავისხა. დამისხა, მაგას აჯობია. შვილი რომ ამას ღვინო დაუსავს. ოღონდ ეგ ჭიქადაბლა დაწე და დოქის ზემოთაწევ აღარ დაგჭირდება. ჰა? უყურე ფიზიკის კანონია. ეს ხო წრია? ხო. აი. რა როგორ დაიტანჯე შვილო? დაჭიქი. ამის შემდეგ შენ დაისხე ხო? არა, ამის შემდეგ შენ ისწავლი დასხმას. შენ დაისხო. ბური, აიღე. აბა გავსინჯოთ. რა არის? ლორის ჩაშუშველი. ეს ლორიც წვენს გაუშვებდა. ლორი, ხო რა, აჭური ლორის ჩაშუშველი. ორი თუ თავშაბას მოიტყო ბატონო დავით. ვიცი მოდი, გასო წვენში კარგად ჩანზე. აჰა. გაი. ხოძარ მაგარია. ნუ ვიცი რა. გონი ჩემი საყვარელი კერძი გახდა. ესა? რაჭულ ლორს? ადრე იყო თათარი ახლა. არა, თათარი ახს შვილო მომისმინე. თავისი წესი აქვს და ჭამის მეთოდები. ეს სხვა რაღაცაა რა. აბა ლორი გავსინჯოთ. აი ზუსტად ეგ პროცესი გავაკეთე, მაგრამ უყურე პირში ეგრევე არ ჩაიდო მაგარი ცხელიანი დაგიწვევ. ოზი თუ შეჭამდა დავით. ოღონდ ეკოზი მე უკან აღარ ჩააბრუნო, კარგი? სხვისი ნაპირალი გინდა ჩვილი იყოს. არ არის ასიამოვნო, რომ შევჭამ და მოვურო. ლორი ჩაიშალა ეგრევე. აგიჭო ზაზაჟი, უცე. გაიგზნა. მოგოლეთ. განგრენა. ეს ლორი კიდევ ცოტა მწვანე ნაკლია. თბილისში შეიძლება სხვაგანაც იყიდია, მაგრამ ამ კაცის ტელეფონის ნომერს დავდი რასტერაში.
იმ ბაბას ლინკი სადაც იდება, იმის ქვეშ იქნება, იქ ზუსტად. და დაუკავშირით, მოგაწვით, ადგილს გეტყვით სადაც იყიდება. ეს გააკეთეთ რა. ეს ოღონდ მართლა გააკეთეთ. ბატონო დავით, ძნელი გასაკეთებელი არ არის. ხუდი მოიხადე. ორი მოიმართ. მოდი ბატონო დავით, გულზე დარდი შემომაწვა და სამშობლოსათვის თავდადებულ ხალხს გაუმოჟოს. ამინ. ბევრს პირადად ვიცნობდი. ძალიან ბევრს არ ვიცნობდი, იმიტომ რომ ათაბაბადან საქართველოსთვის ვინც ომობდა, ხუდი მაგიდაზე არასოდეს არ დაგმშვილო. მაგა დიდი უზრდელობა არაფერი იყო. კაი გეშინა. და სული ნათელში იმყოფოთ. კაცებს, ქალებს, სულ ყველას. ათაბაბადან ვისაც აუღია ხელში იარაღი და სამშობლო დაუწვია. ათაბაბა რა? ათა არის მამა პაპიდანო რა, თურქულიდან შემოსული სიტყვა. ათაბაბას იძახიან ხოლმე. ქართულად მეთქვა. არა, ქართულ ენაშია შემოსული. კაი, კაი. მაგრამ ნუ ამ ქართულად მამა პაპიდან ვისაც ხელში აუღია იარაღი და დაცემულა ბრძოლის სულზე, სულ ყველას უნდა იყოს მოგონება იმ ქვეყნად განათლება. ამინ. ამეორეთ. შენ ჯარისკაცად უნდა გაგზარდო შვილო ჩემსა. მე მინდა ჯარში. ბავშვობიდან ფორმას ახინა, მაგინდომი მარიქნა. შვილო. ტეფარო? არა. შერო ეხლა პულს აჭამ. და პლოვს არ აჭამ, ქიშმიშ ლაბლაბოსთან ერთად. იმ ხალხის დამსახურება. კაი, გეშინო. და ჩაის არ აყოლებ, კიდე იმ ჩაი არა. ოქროს ავით რაღაც. მაგრამ დღეს ამაზე კი თქვენთით როგორ ამზადდება რაჭური ლორის ჩაშოშული. გააკეთეთ ისე ამონეს სტუმრებს გაუკეთეთ, ადვილად აკეთება ხუნახეთ და ამით რა. ძალიან დიდი მოწონება რაჭულებს ისედაც მაგარი საჭველებად, მაგრამ აი ამან მომხიბლა რა. შერასილყი ბატონო დავით. მე უფრო მომხიბლა. ჩემზე მაგრა? ნუ მაშინ ბატონი დავით უფრო მოხდება. მე უბრალოდ ჩემზე მეტი გამოცდილება მაქვს ხომაზე ხარ. მოკლედ ეს იყო რაჭური ლორი. ნულა? ეს გააკეთება, ადვილად გასაკეთებელიცაა რა. და მიირთვით, აი ესე ცხელი გადმოიღეთ, გინდა თუ ტყეში ხართ ესე ჯიგრურად რა, ჩვენ ბუნებაში ვიღებთ ხოლმე. ორით აჭამეთ, გინდა გადმოიღეთ და ისე ამონეთ. ამით გამოგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.